დღეს ვიყავი ჩინურ მაღაზიაში და ვიპოვე აი ესეთი ყველაზე განსხვავებული ლაფშა, უყურეთ რანაირია. ხო და ეხლა გავხსნათ, ჯერ ვნახოთ შიგნით რეები არის და მე დავაგემოვნოთ. ოპა, პირველ რიგში არის ესეთი უცნაური რაღაც. არ ვიცი ეს ლაფშაა თუ რა არის, თეთრით სომივით არის თითქოს. ეს სუნელები სავარაუდოდ ჩვეულებრივი, კიდევ ერთი უცნაური რაღაც. აი, შეხედეთ. სავარაუდოდ არის ბოსტნეული. ოღონდ ცოცხლად რა. აი ესეთი სითხე, იმედი მაქვს რომ ძალიან ცხარე არ იქნება და ბოლოს არ გამოვუშვებ ყურებიდან. ისევ და ისევ რაღაცა გაუგებრობა. ამას მე გავარკვევთ რა არის. აი უყურეთ როგორ რაღაცებია. აი ეს ჯერ უნდა განახოთ. უყურეთ. ანუ აი ესე ცოცხლად გინახავთ რომელიმე ლაფშაში რომ ბოსტნეული იყოს შიგნით, ნუდლში. ჩირის სუნი აქვს, აი რაც არ უნდა უცნაური იყოს, ჩირის სუნი აქვს. რა ესე? ეს ახლა დავახუროთ და ეგ არის, უნდა დაველოდოთ ახლა 6-7 წუთი. ნახოთ აი ეს ჯოხები რა არის და რისთვის არის. მე მგონი მივხვდი რა არის. აი სუშის საჭმელად რომ მიდიხართ ხოლმე, ხო იცი და ეს ჯოხები რომ მოყვება. აი ეგ არის ზუსტად. ეს გაინტერესებთ ქრისტი რატო არ არის აქ? ქრისტიმ სანამ ძალიან ბევრი ხალხი არ გამომიწერს, არ დაუბრუნდები, ამიტომ გამოიწერთ დაუცილებლად თქვენი არხი რომ ქრისტი დაბრუნდეს. ეხლა გავხსნათ. ოპა. თლაც სომის გემო არა. სხვა შორის ძალიან გემრიელია. თავი არის ხა ეს ბოსტნეული. აუცნაურია. ხრაშუნა. ეხლა გავსვინოთ წვენი და გავიგოთ ღირს ამის ყიდვა თუ არა. ცხარე არ არის. მაგრამ ძალიან გემრიელია. ეს რაღაც იყიდება, აი ჰუალინგი რო არის ხო იცით, ვარკეთილის მხარეს. მანდ არის პატარა მაღაზია ჩინური.